ბრუნდა ქველმოქმედება ხელოვნების გზით მსოფლიოში ცნობილი კვარტეტი ნიუ-იორკ ვოისი თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად საშობაო კონცერტს გამართავს. მიზანი 21 წლამდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოზარდების დახმარებაა. 17 დეკემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში ერთობლივ კონცერტს ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. კონცერტის პრინციპი კი ასეთია: არც ერთი დარიგებული მოსაწვევი. შემოსული თანხა მთლიანად სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება. პირველი საახალწლო საქველმოქმედო კონცერტის სამზადისის შესახებ მარიამ ყანჩაველის რეპორტაჟი. ასე შეწყობილი ხმებით და სადღესასწაულო განწყობით მოგულოცავენ ნიუ-იორკ ვოისის წევრები თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენიდან დამდეგ შობა ახალწელს. აკაპელა ჟანრის ნომერ პირველ შემსრულებლად აღიარებულ კვარტეტს აკომპანირებას თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით გაუწევს. ორკესტრი და კვარტეტი ნიუ-იორკ ვოისის ყველასთვის საყვარელი საშობაო სიმღერების არანჟირებულ ვერსიებს შეასრულებს, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესო საშობაო ალბომების ის ერთ-ერთ კრებულში Let It Snow-ა თავმოყრილი. ძალიან ძნელი დასაჭერი ჯგუფია, რომელთა მსოფლიოში დადიან, მოგზაურობენ და აი შემთხვევით აღმოჩნდა, დაემთხვა, რომ ევროპაში აქვთ ტური. საახალწლო გვინდოდა რასაკვირველია, საშობაო საახალწლო. ეგრეთ წოდებული Christmas Carol-ები და ამიტომ ნაწილი არის ეს. ასევე რამოდენიმე აკაპელას მღერიან აკომპანიმენტის გარეშე, ჯაზის რაღაცა ისიც არის, რა ქვია, ნიმუშები, 70-იანი წლების ჰიტები. კვარტეტის უამრავი თაყვანისმცემლის მიუხედავად, ნიუ-იორკ ვოისის კონცერტს განსაკუთრებული მოლოდინით ალბათ მაინც ონკოლოგიური დაავადებების მქონე 21 წლამდე ბავშვები და მოზარდები ელიან. სადღესასწაულო გარემოსა და განწყობის ფონზე მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა. არც ერთი დარიგებული მოსაწვევი და ყველა მსმენელი შეძენილი ბილეთით. ასეთია შეთანხმება. კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად საქართველოს სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება. სწორედ ამიტომ სხვადასხვა სფეროს, ორგანიზაციის, სამინისტროსა თუ უბრალოდ საზოგადოების წარმომადგენლები ერთგვარ სოციალურ კამპანიაში ჩაერთვნენ. თანადგომის გარეშე შეუძლებელია საერთოდ არსებობა. ყველას მინდა მოუწოდო, რომ სოლიდარობის ფონდს დაუდგეს გვერდზე და მაქსიმალურად ყველა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მივიდეს და იყიდოს ბილეთი. დაწყებული პრემიერ-მინისტრისგან დამთავრებული ნებისმიერ მუსიკის მოყოლამდე ყველამ ასეთ გადაწყვეტეს და ყიდულობს ბილეთებს. ყველა არც ერთი მოსაწვევი თემა არ არის, არც რიგდება. ბატო კახიძე მათი ბილეთი იყიდა თავის კონცერტზე, მე გუშინ შევიძინე 4 ბილეთი. და მინისტრიც ყიდულობს, ყველა ყიდულობს. ორგანიზატორების სურვილით 17 დეკემბერს თბილისში პირველი საშობაო საქველმოქმედო კონცერტი ტრადიციის დასაწყისი იქნება. ცნობილი ბენდები თბილისში ქართველ შემსრულებლებთან ერთად დღესასწაულის წინ ადამიანებს ერთდროულად საახალწლო განწყობის შექმნისა და ქველმოქმედების საშუალებას მომავალშიც მისცემენ.